მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულე. უფალმა დაგლოცეთ. ჩვენ დღეს წალისის თხემარღის მიდამოებში იმყოფებით. აი, ცოტა წვიმს, ცოტა ქარიცა, ცოტა არ იყოს ვირუსიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, ბედნიერად თავს, რომ მე საქართველოს ჩემი სამშობლოს მიწაზე ვდგავარ, მშობლიური ცის ქვეშ და ჩვენი სამშობლოს ბუნების ზღაპრული სილამაზით ვტკბები. არ ვიცი ახლა როგორ აქვს, აი, ჯერ კიდევ მარტია და უკვე რა საოცარი ფორმებია რა, აი ფერების უკვე რას არა მიწიერი შეხამება რა, აი სუფთა ჯანსაღი ჰაიერი. მე არ ამგონია გენაცვალე რომ ედების ბაღი ამ წალკოძე უფრო მშვენიარი ყოფილიყოს და გინდა არ გინდა ამომიტივტივდა აი ტვინში რუის ურმისის კრების ძეგლის წერის შესავლის რამოდენიმე სტვიქო. ღვთისმშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედების აღმოსავლეთით. ბოდიში შემოქმეწია საუბარი. მაგრამ როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული რჯული საღვთონების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურითა და დედაკაცის ცდუნებით გზას აცდა, განიდევნა ცხოვრების ხის, სამოთხისა და ღვთისაგან ბოროტებისათვის და სიკვდილითა და ხსნილებით დაჟილი მრავალი ნებითა ზვირითა მოცულ იქნა. დღესეც გვდევნიან ჩვენ ამ სამოთხიდან ქართველები, მაგრამ განა ღმერთი გვდევნის სატანის მოციქულები, ბნელეთის ძალები გვდევნიან და რაც ყველაზე მეტად გულმოსაკლავია, ეს საზარელი ფაქტი ხდება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის უთხვი მონური მორჩილებისა და დუმარე თანხმობის ფონზე.